Dziudo-სუნი Პარიზში მარსის მოედანზე გრან-პალე FM-ების დროებით დარბაზში გაიმართება. 27 ივლისიდან 3 აგვისტომდე. 5 აგვისტოს კი იგივე ასპარეზი მოჭიდავეებს დაეთმობა. ძიუდოისტთა ნაკრები დასკვნით შეკრებას ბორჯომში გადიოდა. ლიცენზიების მოპოვება უპრობლემოდ მოხერხდა. 7 ვაჟი მსოფლიო რეიტინგის ლიდერებშია და განთესილი იქნება. ცხადია, ყველა მედლისთვის იბრძოლებს. გუნდში 2 ოლიმპიური და 3 მსოფლიო ჩემპიონია. ასევე განთესილია ეთერ ლიპარტელიანიც. საპრიზო ადგილის პრეტენდენტებში იქნება ჩვენი შერეული ნაკრებიც. ეს აქ შემიყოფე ძიუდოს შეკრებაზე ბორჯომში. ახალგაზრდები გაწყობილი არიან და ჩვენი სპორტსმენები მზად არიან, რომ მაღალი შედეგები აჩვენონ და ძალიან დიდი мотиваცია აქვს. თქვენს რომ ძალიან კაი გუნდი ყავს. ყველა სპორტსმენი ტიტულოვანია, ნებისმიერ წელს შეუულია მედლისთვის ბრძოლა და მინდა რომ წარმატება უსურვო ძიუდოს ნაკრებს. ვიმყოფებით დასკვნით შეკრებაზე ბორჯომში, სადაც უკვე დასკვნითი ეტაპია, 2 კვირაა სულ რაღაც დარჩენილი ოლიმპიურ თამაშებამდე. რაც შეეხება გუნდის მდგომარეობას, გუნდი ჯანმრთელად არის, რაც თავარია. და ისეთი საბრძოლო და ისეთი ამაღლებული განწყობას უფევს დღეს ჩვენს ქართულ ძიუდოს ეროვნულ ნაკრებში. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გამოვალთ უკეთესად ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და ნახოთ რამდენად უკეთესი იქნება ეს გამოსვლა ვიდრე ტოკიოში. ძიუდო 60 კილოგრამი 27 ივლისი 24 მონაწილე. განთესილთა ბადე და პოტენციური მეოთხედ ფინალისტები. იან იუნ ვეი ტაიპეი და დილშოთ ხალმათოვი უკრაინა, ფრანსისკო გარიგოსი რიუჯუ ნაგაიამა იაპონია, ლუკა მხეიძე საფრანგეთი, ბალაბაი აღაევი აზერბაიჯანი, გიორგი სარდალაშვილი საქართველოს, ალი ჰილდიზი თურქეთი. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი 2003 წელს დაიბადა დედოფლის წყაროში. 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებში. შავშანკი უკვე კაცთა მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს медаლი მოიპოვა, ხოლო წლეულს მაისში აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ფინალში მან მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტაივანელი იან იუნ ვეი დაამარცხა. სარდალაშვილი პირველივე დღეს 27 ივლისს იჭიდავებს. ის მეორე ნომრადაა განთესილი. მის მხარეზე ბადეში ფრანგი ლუკა მხეიძეა. მეორე ნაწილში იან იუნ ვეი, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონი ფრანსისკო გარიგოსი და იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა. განუცესავთაგან უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი ყაზახი ილდოს სმეტოვი და კორეელი კიმ ვონ ჯიმი. 66 კილოგრამი 28 ივლისი 25 მონაწილე. განთესილები დენის ვიერუ მოლდოვა, მატეო პირასი იტალია, ჰიფუმი აბე იაპონია, ნურალი ემომალი ტაჯიკეთი, ბატოხტოხინ ერხემბაიარი მონღოლეთი და ვილიამ ლიმა ბრაზილია, ვაჟა მარგველაშვილი საქართველო, დავით გარსია ესპანეთი. გორელი ვაჟა მარგველაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიადა იქნება. ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ის იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და ოლიმპიურ ჩემპიონს ფინალამდე ამჯერადაც აცდა. 30 წლის მარგველაშვილი წლეულს მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. მის ანგარიშია მსოფლიო ჩემპიონატების 2 ბრინჯაოს медаლი. ისე როგორც სარდალაშვილი ვაჟაც მეორე ნომრადაა განთესილი. მთავარი ფავორიტების გარდა განუცესავები არიან კორეელი ანბაული და უზბეკი სარდორ ნუვილაევი. 73 კილოგრამი 29 ივლისი 27 მონაწილე. განთესილები პირველი ჰიდაიათ ჰეიდაროვი აზერბაიჯანი, მეორე სოიჩი ჰაშიმოტო იაპონია, მესამე ნილს შტუმპი შვეიცარია, მეოთხე მანუელ ლომბარდო იტალია, მეხუთე დანიელ კარნინი ბრაზილია, მეექვსე მუროჯონ იულდოშევი უზბეკეთი, მეშვიდე ლაშა შავდათუაშვილი საქართველო და მერვე არტურ მარგლიდონი კანადა. გორელი ლაშა შავდათუაშვილი თავის მეოთხე ოლიმპიადას 32 წლის ხვდება. ის ერთადერთი ქართველი ჯუდოკაა, ვისაც აქვს 3 უმაღლესი ტიტული ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა და ასევე სრული ოლიმპიური კომპლექტი, ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. 73 კილოში ბევრი ფავორიტია, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონი აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი. წინაწლის მსოფლიო პირველობის გამარჯვებული შვეიცარიელი ნილს შტუმპი, 2017 წლის ჩემპიონი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო, ოგზის ვერცხლის პრიზიორი იტალიელი მანუელ ლომბარდო. ჰაშიმოტოსა და შავდათუაშვილის გზები მეოთხედ ფინალში იკვეთება. 91 კილოგრამი 30 ივლისი 28 მონაწილე.
მეოთხედფინალის სავარაუდო წყვილები მატიას კასე ბელგია, ტაკანოვი ნაგასე იაპონია, გილერმე შმიდტი ბრაზილია, ფრანსუა გოტიე დრაპო, ლიჯუნ ხვანი კორეა, ზელიმ ცკაევი აზერბაიჯანი და ტატო გრიგალაშვილი საქართველოს, სომონ მაჰმადბეკოვი ტაჯიკეთი. 24 წლის ხაშუველი ტატო გრიგალაშვილი თავის ზონაში აშკარა ფავორიტია. ტატო 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და ოლიმპიადის ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბელგიელ მათიას კასესთან დამარცხდა. აქედან სათანადო დასკვნები გამოიტანა და შემდეგ წლებში ზედიზედ 3-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ამ მაჩვენებლით ტატო ყველა ქართულ ჯუდოკას აღემატება. გარდა ამისა კი კონტინენტის პირველობაც 3-ჯერ აქვს მოგებული. პარიზში, ტოკიოში მოპოვებულ ტიტულს დაიცავს იაპონელი ტაკანოვი ნაგასე. იქვე იქნება უკვე ნახსენები კასე და ბევრი სხვა ძლიერი სპორტსმენიც, მაგრამ მთავარი ფავორიტი ქართველია. 90 კილოგრამი 31 ივლისი 28 მონაწილე. ლაშა ბექაოვი საქართველო, კრისტიან პარლატი იტალია, ერლან შეროვი ყირგიზეთი, კრისტიან ტოტი უნგრეთი, სანშირო მურავი იაპონია, დავლათ ბობონოვი უზბეკეთი, ნემანია მაიდოვი სერბეთი, მიხეილ ზგანკი თურქეთი. ლაშა ბექაოვი 2000 წელს დაიბადა დედოფლის წყაროში. 21 წლისა ის უკვე ოლიმპიური ჩემპიონი იყო, იმავე წელს კი ევროპული ტიტულიც მოიპოვა. ცხადია, პარიზში ლაშას მთავარ ფავორიტებს შორის იქნება, თუმცა კონკურენციაც სერიოზულია. იჭიდავებს სხვადასხვა წლების 4 მსოფლიო ჩემპიონი. უზბეკი დავლათ ბობონოვი, სერბი ნემანია მაიდოვი, თურქი მიხეილ ზგანკი, ჰოლანდიელი ნოელ ვანტენდი. მედლებისთვის იბრძოლებენ იაპონელი სანშირო მურავო და ახალგაზრდები ესპანელი ტრისტან მოსახლიშვილი და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი აზერბაიჯანელი ელხან ხაჯიევი. პირველ ნომრად ბექაოვი იქნება განთესილი. 100 კილოგრამი 1 აგვისტო 24 მონაწილე. განთესვა ზელიმ კოცოევი აზერბაიჯანი, ბათხუიაგინ გონჩკისურენი მონგოლეთი, მუზაფარბეკ ტურაბოევი უზბეკეთი, მიხეილ კორელი ნიდერლანდი, შადი ელნახასი კანადა, ნიკოლოს შერაზადიშვილი ესპანეთი, ილია სულამანიძე საქართველოს, ჟორჟ ფონსეკა პორტუგალია. 23 წლის წყებულელი ილია სულამანიძე ბოლო წლების მსოფლიო ძიუდოს რეიტინგ ფავორიტია ქვემძიმე წონაში, თუმცა კაცებში მთავარი ტიტულები ჯერ არ მოუგია. მის ანგარიშია მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო და ევროპირველობის 2 ვერცხლი. კონკურენცია ახაც სერიოზულია. განუთესავია ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი იაპონელი არონ ვოლფი. განთესილა ბადეში კი ილიას ფხარეზე სხვადასხვა წლებისა და წონის 2 მსოფლიო ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა და ესპანელი ნიკო შერაზადიშვილი არიან. მეორე მხარეს არანაკლებში დამბეჭდავია წლევანდელი და შავშანწინდელი მსოფლიო ჩემპიონები აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი და უზბეკი მუზაფარბეკ ტურაბოევი. დიდი კონკურენციის მიუხედავად სულამანიძე მთავარ ფავორიტებს შორის იქნება. მძიმე წონა 2 აგვისტო 22 მონაწილე განთესილები კი მინჯონი კორეა, ალიშერ იუსუფოვი უზბეკეთი, გურამ თუშიშვილი საქართველო, ანდი გრანდა კუბა, ტაცურო საიტო იაპონია, ტედი რინერი საფრანგეთი, თემურ რახიმოვი ტაჯიკეთი და მარტი პურმალაინენი ფინეთი. წინა ოლიმპიადის ფინალი გურამ თუშიშვილმა ლუკას პალექთან წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. პარიზში გურამის სავარაუდო მეტოქე მეოთხედფინალში იქნება ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერი, რომელიც მესამე ოლიმპიურ ტიტულს უმიზნებს მძიმე წონაში. თუშიშვილი 29 წლისაა, მისი კარიერის უმაღლესი მიღწევა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონობა. მისივე ანგარიშია ევროპის ჩემპიონის 2 ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატების კიდევ 2 медали. ჩეხი პალეკი ტიტულს დაიცავს, ოღონდ განთესილას შორის არ იქნება. ეფრემევის დარბაზში გამოვა კიდევ 2 მსოფლიო ჩემპიონი წლევანდელი კორეები კიმ მინ ჯონი და 2022 წლის გამარჯვებული კუბელი ანდი გრანდა. იაპონიას წარმოადგენს ახალგაზრდა ტაცურო საიტო. ოლიმპიადისთვის ბორჯომშივე ამზადებდა ქალთან გუნდს მთავარი მსმელი სეულის თამაშების პრიზიორი გია თენაძე. ქართულ ძიუდოისტ გოგონებზე გვესაუბრება ქალთან ნაკრების მსმელი კახა მოცრაძე. როგორც მოგეხსენებათ, ძიუდოში გვაქვს 3 ლიცენზია და 3 გოგონათი წარუდგებით ოლიმპიურ თამაშებზე. რომ დავახასიათოთ თითოეული მათგანი, დავიწყოთ 57 კილოგრამის წონით კატეგორიიდან ეთელე პარტელიანი, რომელიც სოფლიო რეიტინგში ახლა ოლიმპიურ რეიტინგში არის მე-6 განთესილი, ამიტომ იგი მოხდება განთესილებთა შორის და კეჭის ყრა უბრალოდ მოხდება ისე რომ თქვათ იმ პირველ 8-ს არ შეხვდება პირველივე შეხვედრებზე. რაც შეეხება ასკილაშვილს, ასკილაშვილის 73 კილოგრამის წონით კატეგორიაში ისე ასპარეზებს, ასკილაშვილის ლიცენზია დამოკიდებული იყო ჩვეულებრივად სომხიშვილისა და ლიპარტელიანის წარმატებებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ლიპარტელიანი ჩვეულებრივად წვანე ზონაში მოხვდა და შემდეგ კიდე ჩვენმა სომხიშვილმა აიღო ლიცენზია ჩვეულებრივად, ასკილაშვილიც ფაქტიურად მოხვდა იმ კოტაში
რომელიც უკვე მიიღებს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას როგორც პირადში, ასევე გუნდურ შეჯიბრებაში. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ სოფიო სომხიშვილი ჩვეულებრივად აიღო ლიცენზია, რომელიც მოხდა კონტინენტალურ ზონაში. ხო და 3 სპორტსმენი წავდგებით ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც მოგახსენეთ და ნახოთ რას ვიზავთ და ჩვენ ყოველთვის მაქსიმალისტები ვართ და ვიბრძოლებთ მაღალი სინჯის მედლებისათვის. 57 კილოგრამი 29 ივლისი 26 მონაწილე. ქრისტა დეგუჩი კანადა და მარისა პევიშიჩი სერბეთი, სარა სიზიკი საფრანგეთი, ჰაბუკა ფუნაკუბო იაპონია, მიმი ხუხი კორეა და ნორა ჯაკოვა კოსოვო, რაფაელა სილვა ბრაზილია, ეთერ ლიპარტელიანი საქართველო. ესეთია პოტენციური მეოთხე ფინალის წყვილები. წარმოშობით ლენტეხელი 24 წლის ეთერ ლიპარტელიანი წინა ოლიმპიადაზე ერთნაბიჯში იყო ბრინჯაოს მედლამდე. მივემგზავრები მეორე ოლიმპიურ თამაშებზე, რა თქმა უნდა, პირველ ოლიმპიადაზე დამაკლდა ძალიან ცოტა მედლამდე. შევეცდები, რომ კარგად ვიასპარეზო, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უმაღლესი სინჯის მედალი მოვიპოვო. ეთერი მედალი კი არა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას შეუძლია როგორც მედალი აიღოს, ასევე მაღალი სინჯის მედალი აიღოს. მართალია, ძალიან ძლიერი წონით კატეგორიაა, მაგრამ ერთ-ერთი ისეთი სპორტსმენია, რომ მაქსიმალურს გააკეთებს, დარწმუნებული ვართ იმისთვის, რომ მან მაღალი შედეგები მიიღოს. სლევუს ეთერს ზოგს უკვე ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალი და თბილისის გრანდსლემის ჩემპიონობა უმაგრებს. თბილისში ეთერთან ერთად კვარცხლბურთზე 3 მსოფლიო ჩემპიონი იდგა, 2 მათგანი ტოკიოში იასპარეზებს. ორი კანადელის ჯესიკა კლიმკესა და კრისა დეგუჩის კონკურენცია დეგუჩი მოიგო. აქვე იქნება რაფაელა სილვა, ოლიმპიური და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი. ტიტულს დაიცავს ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული კოსოვოელი ნორა ჯაკოვა. დავებენ ამავე ოლიმპიადის ფინალისტი ფრანგი სარალეონი სიზიკი, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონი კორეელი მიმი ხუხი და მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ფინალისტი იაპონელი ჰარუკა ფუნაკუბო. ოლიმპიადის ორი დებიუტანტი 20 წლის გორელი ეთერ ასკილაშვილი და 24 წლის თბილისელი სოფიო სომხიშვილი განთესის ლაშქრობის თავიანთ ზონებში არ იქნებიან, მაგრამ მათ ანგარიშზე უკვე არის გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონობა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები. ისინი აუცილებლად შეიტანენ თავის წვლილს შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, რომელიც დასკვნით დღეს 3 აგვისტოს გაიმართება. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მე ვიქნები დებიუტანტი. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი, ძალიან დიდი ხანია ველოდი, რომ მოვხვედრილიყავი ოლიმპიადაზე და ვეცდები, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა, სამშობლო, ჩემი ხალხი და საუკეთესო შედეგი გავაკეთოთ. რაც შეეხება სოფოს ამ წლის დასაწყისში, სოფოს იყო მე-13 სოფლიო რეიტინგში, მწვანე ზონაში იყო. შემდეგ ბაქოში იყო საერთაშორისო ტურნირი გრანდსლემი, სადაც იაპონელთან მიიღო ტრავმა. იაპონიის ამ შეხვედრაზე ფაქტიურად რომ იტყვიან, აღარ გვეგონა თუ სოფო ჩაერთვებოდა ლიცენზიებისთვის ბრძოლაში. მაგრამ თვითონ დამოუკიდებლად ასევე ექიმების დახმარებით მან შეძლო და კიდე გააგრძელა ასპარეზობა ამ წელს, რომ თქვა ლიცენზიები აიღო, იმიტომ რომ თვითონაც იცოდა, იმხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, რომ მისი ამ კოტაში მოუხედროლობით ვერც გუნდი გადიოდა ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იღებდა მონაწილეობას და მით უმეტეს ვერც ასკილაშვილი შედიოდა ოლიმპიურ ზონაში. აქედან გამომდინარე, მან ეს ამ პასუხისმგებლობას მაქსიმალურად გაართვა თავის ტრამვებიდან გამომდინარე, მან მართალია მწვანე ზონას ერთი საფეხური დააკტრო შესულიყო, მაგრამ კონტინენტალურ ზონაში პირველ ადგილით შევიდა. პირველ თუ მეორე ადგილით შევიდა, აქედან გამომდინარე, რომ სომხიშვილმაც აიღო ეს რო იტყვიან ისტორიული ლიცენზია და მიიღო მონაწილეობას. ძიუდო გუნდური შეჯიბრება 3 აგვისტო 18 ქვეყანა: საფრანგეთი, იაპონია, გერმანია, ბრაზილია, უზბეკეთი, ნიდერლანდი, იტალია, კორეა, მონღოლეთი, ისრაელი, სერბეთი, თურქეთი, ესპანეთი, საქართველო და ყაზახეთი, ავსტრია, უნგრეთი, კანადა. შერეული გუნდური შეჯიბრება პირველად ტოკიოში გაიმართა და ის საფრანგეთის გუნდმა მოიგო. სწორედ ფრანგები და იაპონელები იქნებიან ტურნირის მთავარი ფავორიტები, თუმცა დებიუტანტს საქართველოს ნაკრებს აქციაში უკვე აქვს ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები და ევროპის 2 ჩემპიონობა. ასევე მედლებისთვის ჩვენც ვიბრძოლებთ. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება წილის ყრაზე, რომელიც უშუალოდ შეჯიბრების წინ გაიმართება. რაც შეეხება გუნდურ ჩემპიონატს, რომელიც ამ ყველანი ველოდებით ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის დიდი შანსი, რომ მედლები ავიღოთ, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი არის, როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონი ორჯერ. ერთხელ ევროპის თამაშების ჩემპიონი და ორჯერ მსოფლიო ბრინჯაოს პრიზიორი. ესეც ისტორიული შედეგებია. იქიდან გამომდინარე, რომ
არაფერი არ იცვლება ფაქტიურად, მარტო იცვლება სახელწოდებები დასახელება ამ შეჯიბრებებს, თქოს ოლიმპიური თამაშები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს შანსი ვიბრძოლოთ მედლებისთვის, ავიღოთ მედლები, იმიტომ რომ კოტები ზოგან ისეა გადანაწილებული, რომ შეიძლება 52 კილოგრამში ვინც არის, იმან 57-ში მიიღოს მონაწილეობა, 57-ი 70 და ასე დალაგებული, მაგრამ არის 5-6 გუნდი ისეთი, რომლებთანაც ფაქტიურად მართლა მოგვიწევს ისეთი შეხვედრები, რომელიც გადაწყვეტავს იმ მედლების აღების ბედს, რომ იტყვიან. ძიუდო ოლიმპიადის პროგრამაში პირველად 1964 წელს იყო. 1972 წლიდან კი მუდმივი სახეობა. ქალები ოლიმპიადაზე 1992 წლიდან ჭიდაობენ. დამოუკიდებლობის ხანაში ძიუდო ყველაზე წარმატებული სახეობაა საქართველოში. ჩვენს ანგარიშია ოლიმპიური ჩემპიონის 4 და მსოფლიო ჩემპიონის 11 ტიტული. ოლიმპიადაზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული ლაშა შავდათუაშვილს. მის გარდა ჩემპიონები არიან ზურაბ ზვიადაოვი, ირაკლი ცივეკიძე და ლაშა ბექაოვი. ვერცხლის მედლები სხვადასხვა წლებში მოიპოვეს ნესტორ ხერგიანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, ხოლო ბრინჯაოს ოსო ლიპარტელიანმა და გიორგი ვაზაგაშვილმა. საბჭოთა ხანაში მოპოვებული ჰქონდა 3 ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატის 4 ოქროს მედალი. ოლიმპიადის ჩემპიონი და ასევე ბრინჯაოს პრიზიორი იყო შოთა ჩოშიშვილი. ჩემპიონები შოთა ხაბარელი და დავით ხახალეიშვილი. ვერცხლის პრიზიორები იყვნენ რამაზ ხარშილაძე და თემურ ხუბულური, ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ანზორ კიგნაძემ, ფარნავს ჭიკვილაძემ, გივი ონაშვილმა, ამირან ტოტიკაშვილმა და გიორგი თენაძემ. წარმატებები ჩვენ სპორტსმენებს, ჩვენ ძიუდოისტებს და წარმატებები ყველა ოლიმპიელებს, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე იღებენ მონაწილეობას.